დღეს მცხეთაში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს ყველა ასაკზე გათვლილი მრავალფეროვანი აქტივობები დახვდებათ. მათ შორის ღონისძიების ფარგლებში ადგილზე მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა გაყიდვები, საბავშვო გასართობის სივრცეები. გაიმართება კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. 18 საათიდან საზოგადოების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები იზრუნებენ. საღამო ჯგუფი მგზავრების კონცერტით დასრულდება. მინდა ქალაქ მცხეთიდან შობის წყინვალე დღესასწაული მიულოცო როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, ისე სრულიად საქართველოს. დღეს ჩვენი ქალაქი მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე მესამედ მასპინძლობს საახალწლო ღონისძიებას. ქალაქის ცენტრში მოწყობილი არის უკვე საშობაო საახალწლო გამოფენა გაყიდვები, ასევე არის საბავშვო სივრცეები, ფოტოგადასაღები მოედნები. შუადღეს თოვლის პაპა ჩვენს პატარებს დაურიგებს ტკბილეულს. საღამო დასრულდება გალა კონცერტით. დილიდან საზეიმო განწყობაა დაბა ბაკურიანშიც. 25-იანების სასრიალო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. მონტაჟდება სცენა, ეწყობა დეკორაციები და პავილიონები. სანტას სახელოსნოში დღეს პატარებს საახალწლო სათამაშოების გაკეთება შეეძლებათ. შეხვდებიან თოვლის ბაბუას და მისგან საჩუქრებსაც მიიღებენ. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებსა და ელფებთან ერთად ანიმატორები და ილუზიონისტები იზრუნებენ. საახალწლო ღონისძიება 2 საათზე დაიწყო. საღამო ცნობილი ქართველი შემსრულებლების გალა კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. დღეს ბაკურიანი მასპინძლობს საახალწლო დღეებს. როგორც ხედავთ, ფანტასტიკური ამინდია, ძალიან საახალწლო განწყობა, რაც თავარია თოვლი გვაქვს. 2 საათიდან დაიწყება ღონისძიება და ბევრი ზღაპრის გმირი და კოსტიუმირებული ორკესტრი გახსნის დღევანდელ ღონისძიებას. იქნება ძალიან ბევრი საბავშვო გასართობი პროგრამა. დღეს საახალწლო ღონისძიების მასპინძელია ცაგერიც. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში დატვირთული პროგრამა ელოდებათ. მოეწყობა ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა. ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა. საღამო გალა კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას ქართული ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით უკვე 3 წელია ცაგერის მუნიციპალიტეტში იმართება საახალწლო ღონისძიებები. დღეს ჩვენს ქალაქში დილიდანვე დაიწყო სამზადისი, ეწყობა სხვადასხვა გასართობის სივრცეები, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, სადაც როგორც ბავშვები, ასევე უფროსები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. საღამო დასრულდება გალა კონცერტით და ფოიერვერკით.